იმისთვის რომ შენ გქონდეს მდგრადი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც დაცულები არიან სახელმწიფოსგან და ერთმანეთისგან, შენ გჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც გათვლილია მათ შორის ადამიანების ნაკლოვანებებზეც და შენ რო თქვა, ერთი ნაკლოვანი ადამიანი მოგივა პრეზიდენტთან, იმაზე არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედი და დანარჩენი მოქალაქეების ბედი. მას აწონასწორებდეს სისტემა ისე, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად, რომ მისი ნაკლოვანებები მაქსიმალურად შეიბოჭოს და დაბალანსეს და დრო მიეცეს და დროში გაჭიანურდეს. იმისთვის რომ ზიანი ნაკლები მოიტანოს. ამაშია საქმე, ანუ თავისთავად ის რომ მთლიანობაში და ჯამში ადამიანი რაციონალურია და სუბსიდიარობის პრინციპი, მეორე პრინციპი, ანუ ჩვენ ერთი მხრივ მიგვაჩნია რომ ადამიანი ნაკლოვანია და მეორე მხრივ ყველა ჩვენი რეფორმის საფუძველი არის სუბსიდიარობის პრინციპი და მიგვაჩნია რომ ადამიანმა მცირეს დონეზე უკეთესად იცის, მას რა ჭირდება, მის პრობლემას როგორ მიხედავს და ზუსტად ამიტომ მიგვაჩნია სასამართლო რეფორმასთან ერთად თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია, უმთავრეს რეფორმა და ჩვენი რეფორმა ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ 25,000-დან ან 30,000-დან როგორც შევთანხმდებით ზემოთ, ნებისმიერ დასახლებულ ერთეულს შეეძლოს თვითმმართველ ერთეულად გახდომა. რომ მაგალითად, ვთქვათ, რამდენიმე სოფელს შეეძლოს გაერთიანება და თვითმმართველობად ქცევა და თავისი გადასახადების განკარგვა, რა საქმიანობასაც ამ თვითმმართველ ერთეულში გაემასპინოს, რომ ესე ვხედავთ, ანუ თვლით, რომ რისი გადაწყვეტა შეიძლება დაბალ დონეზე იქ უნდა გადაწყდეს და ჩვენი მოდელით ფედერალურ დონეზე, ანუ ცენტრალურ დონეზე რჩება მხოლოდ საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და სასამართლო და კონსტიტუციური წესრიგი.